გრძელდება იმედის დილა, გრძელდება საკმაოდ საინტერესო თემით, რომელსაც ჩვენი ოჯახის წევრი ნატა ტაბიძე გვიამბობს. დილამშვიდობის ნატა. ნატა დილამშვიდობის. ვა, გადაიღო წვიმა? წვიმამ გადაიღო, ამინდი არაჩვეულებრივია და მე ვარ დღეს განსაკუთრებულ ძალიან უცნაურ ამპლუაში. ხედავთ? ვა, როგორ გიხდება? რა ხდება? ვინმე არ დაგეჯახოს უბრალოდ დღეს. საპატიურად გამოიყურება, ხო? დიდი მადლობა, არა, ბიჭები გაფრთხილებულები არიან, მე მგონი არ დამეჯახებიან, ისე რამე ნატა გიხდება, რაც თავარია მოგწონს. ორიგინალურია. აი, აბა მოგვიყევი რა. რა დაგიმალოთ. მოკლედ, დღეს ამერიკული ფეხბურთის შესახებ გიამბობ. თურმე უკვე 3 წელიწადია, რაც საქართველოში ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია არსებობს, რის შესახებაც მოსახლეობას ნაკლებად აქვს ინფორმაცია და დღეს ჩვენთან ერთად არიან ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზაქრო ჯაჭვაძე და მწვრთნელი ლუკა ქირია. და ზაქრო, შენ დავიწყოთ. დღეს 11 საათზე იგეგმება ტურნირი, რომელსაც მართავს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხო? მე მგონი პირველად იღებთ ასეთ ტიპის ტურნირში მონაწილეობას, თუ შეიძლება რომ მაყურებელს მოუყვეთ ამის შესახებ, იმიტომ რომ მათ საშუალებას ექნებათ რომ მოვიდნენ და დაესწრნენ. ბატონო, გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს დაიწყება სტუდენტური დღეების ფარგლებში ტარდება, დემო ვერსია ამერიკული ფეხბურთის, პირველი სტადია ამერიკული ფეხბურთის. მიიღებს სადღაც დაახლოებით 17 უნივერსიტეტი. ეს გრძელდება, დავიწყეთ ჩვენ 3 წელს უკან ჩამოყალიბდა ფედერაცია ამერიკული ფეხბურთის. და რიგით მეოთხე ტურნირი გაიმართება წელს. ოღონდ ტარდება სამინისტროს ეგიდით, სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით. რაც შეეხება გუნდია წარმოდგენილი ჩვენი სანაკრებო გვაკლია დღეს ბევრი ჩვენი მოთამაშე. ვემზადებით გასვლისი მატჩებისთვის თურქეთში, ვემზადებით ახლა ემზადებიან ბიჭები, ვარჯიშობენ მაგრად და იცით რა მაინტერესებს, თვითონ ნაკრებიც 3 წლის წინ ჩამოყალიბდა ფედერაციასთან ერთად, თუ იზრდება ნელა-ნელა ფორმაციკაცია, ხო? ფორმირება მოხდა ეხლა ხანს ნაკრების, რაც შეეხება ძალიან დიდი ჩართულობა არის, გვემატებიან, თავიდან დავიწყეთ ცოტა ადამიანით და გავიზარდეთ ეხლა და უკვე მომავალში რეგიონებშიც გავდივართ. ეხლა რუსთავში ყალიბდება კიდე კლუბი. და ძალიან საინტერესო მიხარია რომ ქართველების დაინტერესდნენ ამ სპორტით და ლუკა მწვრთნელი არის ჩვენთან ერთად, როგორც უკვე აღნიშნე. საინტერესოა ბიჭები რა ეტაპზე არიან ახლა, რამდენად აქტიურად ვარჯიშობ? ეხლა ბიჭები არიან დასაწყის ეტაპზე, იმიტომ რომ გუნდი არც თუ ისე დიდი ხანია რაც ჩამოყალიბდა. ჩვენ ჩამოგვივიდა იტალიიდან მწვრთნელი, რომელსაც ყავდა იტალიაში თავისი გუნდი, მაგრამ საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ეხლა თავისი ენთუზიაზმით ჩვენ გვეხმარება და გუნდი იზრდება, სულ ყოველ ვარჯიშზე 2-3 ახალი სპორტსმენი მოდის. ანუ გუნდი ჩამოყალიბდა იანვარში ნაკრები. მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით უბრალოდ ძალიან ძლიერ ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვს ეს სპორტი, იმიტომ რომ მე ძალიან მიჭირს ახლა აი ამ აღჭურვილობით ყოფნა, ძალიან მძიმეა, უნდა ირბინო რა, დიდი ხანი უნდა იყოს სტადიონზე. როგორ არჩევთ, რა კრიტერიუმებით არჩევთ სპორტსმენებს? ფიზიკური მომზადება, რა თქმა უნდა, აუცილებელია ამერიკულ ფეხბურთში, მაგრამ არ არის ის, რომ მარტო ძალიან დიდი მოთამაშეები ჭირდება. აქ როგორც დიდი და მასიური მოთამაშეები ჭირდება ამ სპორტს, ასევე ჭირდება სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეებიც არ არის მარტო ძალაზე ეს სპორტი. ეს სპორტი ასევე ჭირდება, რა თქმა უნდა, ტვინის ამ სპორტს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომბინაციებია, სტრატეგიები არის და ყველაფერი ჭირდება ამ სპორტს ერთად. ასევე სივრცე ჭირდება მათ. ტვინი, მოქნილობა, სისწრაფე და ასე. გარდა იმისა, რომ ლუკამ აღნიშნა, რომ ამერიკელი მწვრთნელი აქ ჩამოსული, თავად გავლილი აქვს სპეციალური ტრეინინგები მოსკოვში, მე რამდენადაც ვიცი. ლუკა, შეიძლება რომ ერთგვარი შედარება გავაკეთოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის აი ამ სპორტის თვალსაზრისით და თუ შეიძლება რომ მე უკვე ასეთ ტიპის ტრეინინგები ჩვენთანაც ჩატარდეს და ჩვენი სპორტსმენები და მწვრთნელებიც დატრენინგდნენ. კი, როგორ არის? მე რუსეთში ცხოვრობდი ქალაქ მოსკოვში, იქ თამაშობდი გუნდი პატრიოტებში. მე გადმოვედი საქართველოში და სპეციალურად მოსკოვში მოვემზადე იმისთვის, რომ საქართველოში აქ ეს დაგვეფუძნებინა ეს სპორტი და გავიარე სპეციალური ტრეინინგები, რომ მესწავლებინა სპორტსმენებისთვის ეს სპორტის ეს სახეობა. ეს ძალიან ძნელი სპორტი არის. ძალიან ბევრი წესები არის და ხალხმაც არ იცის ეს, თუ ფეხბურთს ყოველდღე დილას თამაშობენ ბიჭები და იციან ფეხბურთი რა არის, ამერიკული ფეხბურთი არავინ არ იციან ახლა. და მე მგონი ამის მერე ძალიან კარგად გაიგებენ. ზაქრო, წელან ეკიპირებაზე ვისაუბრე, მე რამდენადაც ვიცი, დიდ ხარჯებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. თუ შეიძლება რომ უფრო დაწვრილებით გვიან. რაც შეეხება
ეკიპირებას, აღჭურვილობას, ანუ ძალიან ძვირადღირებული სპორტია თვითონ ეს ამერიკული ფეხბურთი. თითო კაცს ახლა საკმაოდ ძვირადღირებული არის, მაგრამ ვახერხებთ ჩვენი ხაზობ, ჩვენი ხარჯებით, რაღაც პროექტები მოვიგეთ და დავფინანსდით და ესე წვალებით ვაყალიბებთ გუნდებს და კლუბებს. თუმცა მუდმივი სპონსორი არ ყავთ, რასაკვირველია, გესაჭიროებათ თანხები იმისთვის, მე მგონი რომ განავითაროთ ეს სპორტი და სად ვარჯიშობთ? ეხლა გადავდივართ ფიზკულტურის ინსტიტუტის მოედანზე და იქნება ვარჯიშები მაგ მოედანზე. კარგი, მოდი, დღეს 11 საათზე მოყურებელთ იმისთვის, რომ მოვიდნენ დაესწრონ, რამდენი თამაში გაიმართება და რამდენი დღიანი იქნება ეს ტურნირი? 8 თამაში გაიმართება დღეს და ხვალე იქნება ფინალური თამაში, ხვალეც 8 თამაში იქნება. ძალიან მაინტერესებს ბიჭების აზრი. იმათი, ვინც მე ბოდიშს ვიხდი, თუ შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი ჩვენთან რომ მოვიდეს? ნატა. გამარჯობა, ალექსი მოვიდა. ცოტა ძნელია აღჭურვილობაში რომ იცნო ადამიანი, მაგრამ ალექს, რამდენი წელია რაც ამ სპორტით დაინტერესდი? 3 წელია მე პირადად. ძალიან კარგია, ერთხელ რო ითამაშებ, ისეთი სპორტია, რომ აუცილებლად შეგიყვარდება და ითამაშებ ყოველთვის და ძალიან მოდომებული ბიჭები არიან, ვარჯიშობთ ყველანი. ვემზადებით ნაკრების დონეზე რაღაც მატჩებს მოვაწყობთ ალბათ მალე და რა ვიცი, ყველა კარგად ვართ, ეხლა ძირითადად ცოტა ბევრი ხალხი გვაკლია. დილა მაინც ვარჯიშობთ ცოტა. იცი რა მაინტერესებს, აი ქართველი ბიჭისთვის ცოტა უცნაურია რომ დაკავდეს ამერიკული ფეხბურთით. ძირითადად ჩვენ უფრო სხვა სპორტის სახეობებს ვირჩევთ ხოლმე. თავდაპირველად ინფორმაცია როგორ მიიღეთ და თქვენი ინტერესი რამ გამოიწვია? შემოვიდა ეს სპორტი და ეგრევე ავიტაცეთ ჩათვალ ჩვენ ვინც ვართ აქ. ეგრევე ავიტაცეთ, იმიტომ ქართველი ჩემი აზრით, ხო, პირიქით ქართველისთვის უფრო ასატაცებელი უნდა იყოს, იმიტომ ესეთი სპორტია, რომ ყველა კონტაქტია და ყველა კავკასიას ჩვენ ეგვიყვარს. როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი სპორტსმენი გახდეს? ფიზიკური მომზადება კარგი, ვარჯიში, რა თქმა უნდა, ყველა სპორტში ვარჯიში პირველ რიგში და მონდომება ალბათ პირველ რიგში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ლუკა, თქვენთან მაქვს კიდევ ერთი კითხვა. როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო უკვე გავიდეს საზღვრებს გარეთ და განვითარება რა იქნება ქართული ამერიკული ფეხბურთის? ანუ ამერიკულ ფეხბურთს აქვს ძალიან დიდი შანსი რომ განვითარდეს საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაინტერესება. ეხლა სტუდენტურ დღეებზე ჩაერთოთ 16 უნივერსიტეტი. ანუ 16 უნივერსიტეტი ითამაშებენ flag football-ს. flag football-ი არის ამერიკული ფეხბურთის ეს მინი ვერსია არის, ასე ვთქვათ. 11-11-ზე არ არის ეს თამაში, ეს არის 5-5-ზე. და აღჭურვილობის გარეშე არის, ეს არის ანუ უფრო ტექნიკაზე და სისწრაფეზე და მოქნილობაზე არის. სწორედ ამიტომაც არიან ბიჭები ნახევარი აღჭურვილობით, ნახევარი აღჭურვილობის გარეშე, არ გეგონოთ რომ ეს შემთხვევით მოხდა. ამ ტიპის თამაშს დემო ვერსიას არ ჭირდება, ასეთი არ ჭირდება. ამ flag football-ს არ ჭირდება ეკიპირება. განსხვავებაზე კარგად ვისაუბროთ, ორიგინალ ვერსიასა და დემო ვერსიას შორის რა განსხვავება? ანუ ამერიკულ ფეხბურთში თუ არის სრული კონტაქტი, flag football-ში არ არის კონტაქტი. ანუ ეს ყველა მოთამაშის გვერდებზე კიდია დროშები, რომელიც დაცვამ უნდა ჩამოგიჯოს ეგდროს. როგორც კი ჩამოგიჯოს, ეგ არის ანუ თითქოს გააჩერა მოთამაშეს. როგორც უკვე აღნიშნეთ, ზაქ რომ ეს არის დემო ვერსია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ განვითარდეს საქართველოში ეს სპორტი და უკვე ორიგინალ ვერსიაზე გადავიდეთ? რა არის და ჩართულობა უნდა იყოს უფრო დიდი დემო ვერსიას რაც შეეხება, ესეც უნდა განვითარდეს, აუცილებელია და ამასთან ერთად უნდა განმოვითაროთ ეს კონტაქტური, რაც ნამდვილი ამერიკული ფეხბურთი არის. თქვენთვის უფრო კარგი იქნება, რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება და ბიჭებს მოუწოდოთ, მოდი, აი ვისაუბროთ ამ სპორტის დადებით მხარეებზე, რატომ უნდა დაინტერესდნენ მამაკაცები ამ სპორტით? რატომ უნდა დაინტერესდეს? აი კითხვა, ანუ მე ესე პასუხს გაგცემთ, რომ საინტერესოა და იმიტომ არის გუნდური თამაში, თვითონ ეს სპორტის სახეობა გადის მასობრივ სახეობაში, სპორტის მასობრივ სახეობაში გადის და არის ძალიან საინტერესო, როგორც სანახაობრივად, არის აი ძალიან სანახაობრივი სპორტია და არის აი ძალიან მრავალფეროვანი არის ძალიან ბევრი პოზიცია და არის კაცრად ეს. ასე კი ცნობილი ამერიკული ფეხბურთი იმედია განვითარდება, ნელ-ნელა დამკვიდრდება საქართველოში და საკმაოდ პოპულარულიც გახდება. ძალისმიერია და მაგიტომაც უფრო ადვილად აითვისებენ ქართველები და ახლა ვიხილოთ ქრონიკა, ხო? გავიქოთ პოლიტიკური სიახლე.